ვისაუბრებთ ხელოვნების განვითარების ფონდის მიერ გამოცემული წიგნის ქებათა ქება მე-20 საუკუნის ქართული თარგმანების ანთოლოგიაზე. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ სტუმრები, პროექტის ავტორი, შემდგენელ რედაქტორი ქალბატონი ეკატერინე ნავროზაშვილი და ილუსტრაციების ავტორი მხატვარი ბატონი გია გუგუშვილი. დილამშვიდობისა. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. და ვისაუბროთ ამ შესანიშნავ უნიკალურ გამოცემაზე, რასაც თვალნათლივად ჩვენი კადრების საშუალებით ნახავს ჩვენი მაყურებელი. ბრძანდებით შემდგენელ რედაქტორი, პროექტის ავტორი და იდეის ავტორი პირველ რიგში სწორედ ამას ვამბობდი და იდეის შესახებ რომ გითხრათ, როგორ გაჩნდა იდეა ამ შესანიშნავი ნაშრომის შექმნის. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის და მინდა გითხრათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი ქებათა ქების ტექსტზე. და ქებათა ქება, როგორც ერთ-ერთი მთარგმნელი ბატონი შალომ დავითი დაწერს კიდევაც აი ამ წიგნის ერთ-ერთ შესავალში, არის მსოფლიო კულტურის თვალმარგალიტი და ძალიან ბევრი ეპითეტი არსებობს ამ წიგნთან მიმართებით, შედევრთა შედევრი, პოეზიათა პოეზია და ისევ ბატონი შალომ დავითი მიუთითებს, რომ ეს ტექსტი ბრწყინავს თავისი რიტმულ პოეტური მელოდიურობით, ასევე თავისი განუმეორებელი სრულყოფილებით და ასევე თავისი გამორჩეულობით. ეს არის ტექსტი ფაქტობრივად, რომლის შესახებაც არაერთი ინტერპრეტაცია არსებობს და როგორც მოგახსენეთ, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი ქებათა ქების ტექსტზე და აი დაახლოებით 15 წლის წინ უკვე შეკრებილი მქონდა ქებათა ქების მე-20 საუკუნის თარგმანები, მე-20 საუკუნეში შესრულებული თარგმანები. ბატონი ჯემალ აჯიაშვილიც გეხმარებოდა თუ არ ვცდებით, ხო? ბატონი ჯემალ მოეწოდებინა თქვენთვის ეს თარგმანი. მეხმარებოდა, რაც საკვირველია. და რამდენიმე წლის წინ, კერძოდ 2 წლის წინ მიმართე ბატონ გია გუგუშვილს და თხოვე, რომ ეს წიგნი დაესურათებინა, რაზედაც მან თანხმობა განმიცხადა. და შემდეგ მიმართე ხელოვნების განვითარების ფონდს, რომელიც ძალიან დაინტერესდა ამ პროექტით და მანაც თანხმობა განმიცხადა. ასე დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ხელოვნების ფონდს ამ მაღალ პოლიგრაფიული გამოცემისთვის. ბატონ გია გუგუშვილს და ასევე დიზაინერს დავით ჯანიაშვილს. აი ჩვენ ერთად შევძელით ფაქტობრივად აი ესეთი უნიკალური წიგნის გამოცემა შექმნა. დიახ. წიგნის უნიკალურობაზე, მის შინაარსზე ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ, მანამდე ბატონ გიას მიმართავთ შეკითხვით, აი მართლაც საოცარი ილუსტრაციებია და აი ჩვენ საუბრობდით ეთერს მიღმა, რომ აი ეს წიგნი ვიზუალურად, მხოლოდ ვიზუალურად შინაარსით რომ არ წაიკითხო, ხელოვნების ნიმუშია იმდენად ესეთი დიდებული ილუსტრაციებით არის გაფორმებული და დიზაინიც იმდენად გამორჩეული აქვს. მე-19 მე-20 საუკუნეებში ისეთმა დიდმა მხატვრებმა შექმნეს ილუსტრაციები ქებათა ქებისთვის, როგორებიც არიან სალვადორ დალი, შაგალი და ასე შემდეგ და ახლა თქვენ შექმნით სრულიად განსხვავებული ხედვით, განსხვავებული სტილით. აი მინდა გკითხოთ, რომ აი როგორი იყო მუშაობის პროცესი და როგორ მოხდა ზოგადად თქვენი ესეთი შემოქმედებითი ტანდემი. მადლობა მოწვევისათვის, რომ არა ქალბატონი ეკატერინე ალბათ ეს წიგნი არ იქნებოდა, იმიტომ არა ესაც ადვილად სათქმელია მე უკვე როცა ყველაფერი შემდგარია, მაგრამ იცი რა სანამ დიზაინთან მივიდოდით, ანუ ხედავთ რომ წინვალე ნამუშევარია, ხარისხი, დიზაინერულად გადაწყვეტილია ძალიან საინტერესოდ, მაგრამ ამას წინ უძღვის იდეა და იდეის ავტორთან ერთად მუშაობა. მე დიდი გამოცდილება აქ არ მქონდა რამე თუ მაინც რაღაც მიმაჩნდა რომ ესეთი რამ ძალიან ძნელი გასაკეთებელი და მშვიდად ვიყავი ძალიან ასე ვთქვათ, მაგრამ პრაქტიკულად შემიძლია ვთქვა რომ ქალბატონი ეკატერინე იყო თანაავტორი, ჩემთან ერთად ერთი არ ხატავდა თორე დანარჩენი, იმიტომ რომ აქ არის კანონიკასთანაც მიდიხარ იმასთან რომ აქ შინაარს ხო არ გახვალ სხვაგან, იმიტომ რომ არ იძლევა საშუალებას ერთის მხრივ როგორც პოეტური ხედვით თუ შეხვდეთ ძალიან თავისუფალი და
აღწერა საოცარი, მაგრამ ხატვისთვის ძალიან რთული ელემენტია და ამიტომ ჩვენ წავედით ასეთი გზით, ასე ავირჩიეთ, რომ თითოეული ნამუშევარი, თითოეული გვერდი ეს არის დამოუკიდებელი სურათი, რომელიც წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ცალკე სიუჟეტს და აი მიმართულებით ფიქრი სჭირდება, ხომ? დიახ, იმიტომ რომ ის ფონი, რომ ასეთ საოცარ ხატრებს აქვს თავის დროზე დახატული, ეკა მითხრა ესე, მოდი ისინი არ ვნახოთ. არა, შენ გააკეთე როგორც და აი ასე წავედით, ეხლა ადვილია საუბარი, მაგრამ მართლა ძალიან ბევრი შრომა. დაახლოებით რამდენი ხანი მოიცვა, რამდენხნიანი პროცესი? 2 წელი, გარდა ამისა, იცით, ეს არის ტრადიციული ხერხით შესრულებული, ანუ ზეთის, ფერწერა, რთული ძალიან. თავისი ტექნოლოგიით, საკმაოდ რთულია, ეს არ იყო დაუშვათ ხმარო ტუში, კალამი და რაღაც ტრადიციულად შეასრულო მარტივად. არც ისე მარტივად, მაგრამ ზეთის ფერწერას კი თავისი წესები აქვს და აი ასე რაღაცნაირად მოგვიწია თან ის რომ ხელოვნების განვითარების ფონდი ჩაერთო, მადლობა მათ და მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ერთგვარი სტიმულიც იყო ამისათვის, მით უმეტეს დიზაინერი დატო ჯანიაშვილი ამ შემთხვევაში აი როგორ გითხრათ, ხوارი დიზაინს თავის წესები აქვს. აი შუ ცდილობდა რომ ჩვენთან მორგებულად რაღაცნაირად თავის თანამედროვედ შეესრულებინა და რა ვიცი, ქალბატონი ეკა, ბატონი დავითი, ქალბატონი ია და მისი გუნდი და ესე რაღაცნაირად მოვედით თქვენამდე. შინაარსზე ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ ამ წიგნის უნიკალურობაზე, ასევე და დანიშნულებაზე, ვისთვის არის ეს წიგნი? ეს წიგნი რაღაცნაირად ინტერმედიალურ სივრცეში მოექცა, ეხლა რა თვალსაზრისით ბილიგური არის რასაკვირველია, იმიტომ რომ გვაქვს ებრაული ტექსტი, ეს სტრუქტურას რო გავყვეთ, ებრაული ტექსტის გარდა აქ არის წარმოდგენილი 9 თარგმანი, რომელიც გვიჩვენებს აი ქართული კულტურის, ქართული თარგმანის ისტორიის განვითარების დონესაც და შირჰაშირიმთან ქართული კულტურის და აკადემიური სივრცის ერთსაუკუნოვან კავშირს. თუმცა ქებათა ქებას არა მხოლოდ ერთსაუკუნოვანი კავშირი აქვს ქართულ კულტურასთან, როგორც მოგეხსენებათ, უძველესი თარგმანებიც არსებობს ქებათა ქებით. მე ხელთ მქონდა უძველესი თარგმანები, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ გამოცემაში ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ მე-20 საუკუნეში შესრულებული თარგმანები, უშუალოდ ორიგინალიდან, როგორც მოგეხსენებათ, ეს ადრეული თარგმანები, ძველი თარგმანები შუალედური ენიდან არის შესრულებული, ანუ ბერძნული ენიდან. და ამ კრებულში წარმოდგენილია ისეთი ძალიან დიდი სახელები და დიდი სახელების მიერ თარგმნილი ქებათა ქების ტექსტი, როგორებიც არიან გერცელ ბაზოვი, შემდეგ ნათან ელიაშვილი, გრიგოლ ფერაძე, ასევე ზურაკ იკნაძის 2 თარგმანია წარმოდგენილი, შალომ დავიდი, იცხაკ დავითი, აბრაამ მამისთვალოვი და კიდევ 1 თარგმანია აქვს შეტანილი არაებრაული ენიდან შესრულებული დავით წერედიანის, რომელსაც შეიძლება ექსპერიმენტალური თარგმანიც ვუწოდოთ. ეხლა რა დანიშნულები შეიძლება იყოს ეს წიგნი, ხო? მე ასე ვიტყოდი, რომ ბატონი გიას თარგმანები უკაცრავად ნახატები თავისთავად მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ესეთი ღრმა და ძალიან ნატიფი ტექნიკით შესრულებული ნახატები ამშვენებს ამ წიგნს და მე ასე ვიტყოდი, რომ ამ წიგნს ექნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დანიშნულება და ეს პრაქტიკული დანიშნულება გამოიხატება რაში წიგნი საინტერესო იქნება სემიტოლოგებისთვის, აღმოსავლეთმცოდნეებისთვის, ხო, ებრაისტებისთვის თავის მხრივ მე ასე წარმომიდგენია და ასე ვხედავ, მართალი რო გითხრათ, ასევე სახელოვნებო სივრცისთვის, ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიისათვის და რაც სოციოლინგვისტიკისთვის მათ შორის კულტურათა დიალოგისთვისაც, ხო, ეს ხაზიც არის აქ მრავალსაუკუნოვანი კულტურათა დიალოგი და ასევე თარგმანმცოდნეობისთვისაც, თარგმანის ისტორიისათვის. ანუ მე ასე წარმომიდგენია და ასე ვხედავ ამ წიგნს და რაც შეეხება მთარგმნელებს, როგორც მოგახსენეთ, ყველა მთარგმნელი გამორჩეული მთარგმნელია, აქ არ არის აი დილეტანტის მიერ წარმოდგენილი თარგმანი. აი პრეზენტაციის კადრები გვაქვს, რომელიც 5 თებერვალს შედგა და ამაზეც გვინდოდა გვეკითხა, რომ როგორ ჩაიარა
პრეზენტაციამ და როგორი გამოხმაურებაა საზოგადოების მხრიდან? მოულოდნელად წარმატებული, რაღაცნაირად ახლა ფიქრობ ყოველთვის, რომ ამდენი შრომა ჩადებული რაღაც იმსახურეს, მაგრამ ეს იყო აი დარბაზი, რამდენიმე საათი, შემეცნებითი რაღაც სხვანაირი სიტუაცია იყო, არც წარმომედგინა და აგითხრათ, მაყოფილი ვარ ძალიან. კიდევ ერთხელ დავაზუსტოთ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ηλუსტრაციები შეიქმნა ქებათაკებისთვის ჩვენ სივრცეში, ხო? დიახ, ეს ვიზუალური ინტერპრეტაციები ასე შეიძლება. ეს თქვენი იდეა იყო ესეც, როგორც დიახ, და რაც შეეხება აი ამ იდეას, ერთ-ერთ სიმპოზიუმისთვის ვამზადებდი მოხსენებას და მაშინ გავეცანი და ვნახე თუ ვის ჰქონდა დახატული ზოგადად ქებათაკება, ასეთი წიგნი არ გამოცებულა. აი ეს ინტერმედიალური სივრცევა ახსენე ხო? ზოგადად გამოცებული აქვს მაგალითად სალვადორ დალის Song of Songs ნახატებით, ტექსტი და ნახატებით და თქვენ აღნიშნეთ კიდევაც აი განსაკუთრებით დავასახელებდი ეს გეოგრაფიული სივრცე არეალი ძალიან ფართოა. ქებათაკების ბით ჩთაგონებული ნახატების აი რუსეთის მეტრფეს დავასახელებდი, რომელიც 1855-66 წლებში იქნებოდა. ასევე ძალიან ბევრი გამოჩენილი და ცნობილი მხატვარი ხატავს და ქმნის ამ ილუსტრაციებს, მათ შორის აი ბარბიეს ამ შემოვიდოდით ბატონ გიას ვეკითხებოდი მათ შესახებაც ხო ასევე ნუ დალი შაგალი რაბანი ზევ რაბანი და ძალიან ბევრი ნუ დღემდე იხატება და ქართულ სივრცეში ფაქტობრივად ასეთი წიგნი ან ქებათაკების ნახატები არც არსებობდა და აი ეს პირველობაც ბატონ გიას ეკუთვნის და ვთქვი კიდევაც პრეზენტაციაზე რომ ბატონი გია მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში შევა როგორც პირველი მხატვარი ვინც აი ეს მისტიკური წიგნი არაჩვეულებრივი ილუსტრაციებს ალბათ არ დავარქვევ ნახატებით გააფორმა. და სად არის ეს წიგნი ხელმისაწვდომი თუ არის ხელმისაწვდომი პირველ რიგში ამას კითხავთ და თუ არის სად არის იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი მაყურებელი დაინტერესდა. ნუ იმეც ვიტყობ რომ ეს წიგნი დაიდება ბიბლუსში და რამდენიმე წიგნის მაღაზიაში. ტირაჟი არ არის ხო? ტირაჟი 500 ცალი დაიბეჭდა და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აი იმ ადამიანებს რომლებმაც ხელოვნების ფონდთან ერთად თბილისის მერიასაც რასაკვირველია რომლებმაც აი გაიღეს თავისი ნებით შეწირულობა და სწორედ მათი დახმარებით გამოიცა ეს წიგნი. ძალიან დიდი დიახ, აი აქ ჩამოწერილია ყველა იმ ადამიანის სახელი, ვინც მონაწილეობას იღებდა ამ მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემაში. დიდ საქმეში მონაწილეობა. ყველაზე დიდი მადლობა და თქვენ განსაკუთრებული მადლობა ამ უდიდესი შრომისთვის და ამ უნიკალური გამოცემისთვის. დიდი მადლობა ბრძანებისთვის დაგემშვიდობებით.